გამარჯობა. დღევანდელი ვიდეოს თემაა პარონიმები. ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, შინაარსობრივად კი განსხვავდება, პარონიმები ეწოდება. იმისთვის, რომ შეცდომები თავიდან ავიცილოთ, გავარკვიოთ ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობები. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული პარონიმული წყვილები. დავიწყოთ სიტყვებით დიპლომანტი და დიპლომატი. დიპლომანტი არის პირი, რომელიც სახელმწიფოს დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელია და დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. გადატანითი მნიშვნელობით დიპლომანტი შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, რომელიც მოხერხებულობას, გამჭრიახობას იჩენს სხვებთან ურთიერთობისას. ხოლო დიპლომატი არის სტუდენტი, რომელიც სადიპლომო ნაშრომზე მუშაობს, ან პირი, რომელიც დიპლომით არის დაჯილდოვებული. პარონიმული წყვილია კომპანია და კამპანია. კომპანია ეწოდება სავაჭრო, სამრეწველო და სხვა სახის გაერთიანებას, ამხანაგობას. კომპანია ასევე აღნიშნავს მეგობარ ამხანაგთა საზოგადოებას, ამხანაგობას რაიმე საქმეში. კამპანია კი არის საქმიანობა, რომელიც გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად. მაგალითად, საარჩევნო კამპანია. ვეტერანი და ვეტერინარი. ვეტერანი არის ნაომარი მებრძოლი. მაგალითად, სამამულო ომის ვეტერანი. ან რაიმე საქმეში დიდი გამოცდილების მქონე პირი. მაგალითად, შრომის ვეტერანი. ვეტერანი ფეხბურთელები. ვეტერინარი არის ცხოველების ექიმი, ვეტერინარიის სპეციალისტი. არანიმული წყვილია აღქმა და აღთქმა. აღქმა ნიშნავს ფაქტისა თუ მოვლენის გაცნობიერებას, გაგება-გააზრებას, ინტერპრეტაციას. მაგალითად, მუსიკის აღქმა. აღთქმა კი არის პირობის მიცემა, შეპირება, ან იუდეველთა და ქრისტიანთა საღმრთო წიგნების საერთო სახელწოდება. ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. ცნება და მცნება. ცნება არის საერთო წარმოდგენა რაიმე საგანზე, მოვლენაზე, რაიმეს არსი. მაგალითად, მეცნიერული ცნება. მცნება კი არის ზნეობრივი ხასიათის შეგონება. მაგალითად, წმინდა მცნება, 10 მცნება. მასობრივი და მასიური. მასობრივი არის რაიმე, რაც ბევრი ადამიანის მონაწილეობით შექმნილი, შესრულებულია. მაგალითად, მასობრივი ცეკვები, მასობრივი ორგანიზაციები, მასობრივი დემონსტრაცია. მასიური კი არის დიდი, მძიმე. მაგალითად, მასიური კარი, მასიური სვეტები. აფექტი და ეფექტი. აფექტი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ძლიერი განცდის გამო საკუთარ საქციელზე კონტროლს კარგავს. ეფექტი კი არის ძლიერი შთაბეჭდილება, ასევე რაიმეს მოქმედება, გავლენა, შედეგი ამ მოქმედებისა, მაგალითად, წამლის ეფექტი. ასევე ხერხი, საშუალება, რომლის მიზანია შთაბეჭდილების მოხდენა, რაიმე ილუზიის შექმნა. ადრესატი და ადრესანტი. ადრესატი არის პირი, რომელსაც უგზავნიან წერილს, ბარათსა და ასე შემდეგ. ადრესანტი კი არის პირი, რომელიც ვინმეს უგზავნის წერილს, ბარათს. კედი და კეტი. კედი არის სპორტული ფეხსაცმელი. კეტი კი დიდი ჯოხი. პარონიმული წყვილია პენალი და პენალტი. პენალი არის კალმისტრების, ფანქრებისა და მსგავსი ნივთების შესანახი მოგრძო კოლოფი. პენალტი კი არის საჯარიმო დარტყმა ფეხბურთში 11 მეტრის სიშორიდან.